2013 წელით ახალი წელი საქართველოსთვის განსხვავებული აღმოჩნდა. სწორედ 14 იანვარს პირველი წუთებზე გაირკვა პროექტ ახალი ხმის გამარჯვებულის ვინაობა. ზოგი ტელეეკრანებთან იყო მოკალათებული, ზოგიც მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა დღესასწაულს, თუმცა გარკვეულწილად კონკურსის ციებ-ცხელებამ ყველა მოიცვა. ოთხივე ფინალისტი რომ ღირსეული იყო, ამაში ალბათ არავინ შეგვედავება. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინალი ერთ-ერთი უძლიერესი შოუ იყო, რომელიც ბოლო დროს საქართველოში გვინახავს. პროექტის ხელმძღვანელი ვარ მუსიკალური და ამიტომ ვერაფერს ვერ ვიქნები მიკერძოებული. არ მინდა არავინ გამოვყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ადვილი მისახვედრია, მე მინდა ღირსეულმა გაიმარჯვოს. ნინი ცნობილაძე, სანდრო ქადაგიძე, თიკა ჯამბურია და სალომე ქათამაძე. ეს იმ კონკურსანტთა სიაა, რომლებმაც შეძლეს და სამთვიანი მარათონის ბოლომდე მოაღწიეს. თითოეული მათგანი საზოგადოების ხშირი განხილვის თემა გახლდათ. თიკა ჯამბურიას, რომელსაც მსმენელი ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა, შეიძლება ითქვას, რომ არც ისეთი ეფექტური დაბრუნება გამოუვიდა, როგორიც სურდა. ბევრი ამბობს, რომ მან პროექტში ამდენ ხანს დაუმსახურებლად გაძლო. ვერც ნინი ცნობილაძის განსხვავებული ვოკალი გადაურჩა კრიტიკას. მისი დაბალი ხმის ტემბრი ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. აი სალომე ქათამაძესა და სანდრო ქადაგიძეზე კი ცუც ნაკლებად გაიგებდით. უბრალოდ სალომეს ჩაცმულობასთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე შენიშვნა. მოწყდება გული პირველ რიგში რა პროექტი. ხარდევანტა რამდენი ხანი ერთად მოვდივართ ამ პროექტში და მაგრამ მაინც ვჩებით რაღაც პატრიოტები ვჩებით და სალომე გუნა და ფორჩხიძეს და დატო ფორჩხიძეს გამაგინდა რომ გაიმარჯოს. ქართველი ხალხი ალბათ ყველაზე ობიექტური ახალი ხმის არჩევისას იყო, რადგან გამარჯვებული მისი სოციალური მდგომარეობის მიხედვით ამჯერად ნამდვილად არ გამოუვლენიათ. და თუ ეს ფაქტორი გავლენას არ ახდენს, ჩვენს თანამემამულეებს ყოველთვის შეუძლიათ სამართლიანი ვერდიქტის გამოტანა. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საქართველოს ახალი ხმა დათო ფორჩხიძის გუნდის წევრი სალომე ქათამაძე ნამდვილად დამსახურებულად გახდა. მას პროექტში გამოჩენამდე მაყურებელი ასე თუ ისე მაინც იცნობდა 2011 წელს ბათუმში ჩატარებული Golden Talent-დან, სადაც სალომემ მეორე ადგილი დაიკავა. მიყვარს მე საქართველო ძალიან მიყვარს, ძალიან დიდი მადლობა ყველას, ყველა ძალიან მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა დათო ფორჩხიძე. ავიცი დიდი მადლობა ყველას, აბსოლუტურად ყველას და ჩემს მამა, ჩემს მამუცის, ჩემს დას, ყველას საერთოდ ყველას ბებია ჩემს რომ საერთოდ სიმღერა დამაწყებინათ. სალომე ფენომენალური მონაცემების მომღერალია და ეს ყველა მიცის და მე ვფიქრობ, რომ ეს მისთვის დასაწყისია. სალომე თვითონ მოვიდა. მე ხა შევკრიბდი ყველას, რომ არ დავიწყებდი, რომ მე მოვიგე, მე რა მოვიგე. მე ვერც ერთი კონკურსი ვერ მოვიგე, გამოსულა და მეორე ადგილი თუ მესამე ადგილი ჩემთვის იყო ხოლმე მიღწევა. არა უშავს დათო, ხომ იცი მამულს რაც ურჩევნია. ვიტყვი რომ აი ესე ჩუმად ვიტყვი, ცოტა სამართლიანი. ისიც ძალიან არ შეიძლება ამის თქმა, იმიტომ რომ მარტო მე არ ვიყავ. მიხარია რომ ეს პროექტი შედგა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კარგი ახალი ხმა გამოჩნდა და ახალი რეალურად ახალი ნიჭიერი ხალხი დავინახე ჩვენ და ეს მართლაც მისასალმებელია. შეიძლება პროექტის გამარჯვებულის ტიტული ვერ მიიღო, მაგრამ რაც არ უნდა თქვან, ნინი ცნობილაძე ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით ახალი ხმა რომ არის, ვერავინ შეგვედავება. უბედნიერესი ვარ დღეს, იმიტომ რომ მეორე ადგილით რა ვიცი, მე გველი ცუდი არ არის და ყველას პირიქით ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის და ნამდვილად არ მეგონა აქამდე მოვიდოდი. გილოცავ საქართველოს შენი პირველი ხმა წარმატებით გამოავლინე და პირველი იმიტომ რომ შოუს მესვეურები პროექტის შემდეგ სეზონზე გაგრძელებასაც გვპირდებიან.